პუანსეტია. აი ესეთი ძალიან ლამაზი სახელი აქვს ჩვენს შობის ვარსკვლავს. თვითონაც ხომ ულამაზესია, ნახეთ, ხელოვნურს გავს, ბუნებრივს არც გავს, სასწაულია, თანაც. როგორც კი შეიძენთ, სახლში მიაბრძანებთ, როგორი განწყობა მოდის, საახალწლო, წინასაშობაო, სასწაულ გარემოს ქმნის აი ეს ულამაზესი მცენარე, მაგრამ აბა დაპლიუსდით კომენტარებში, რამდენ თქვენგანს გაუცრუა იმედები ამ სასწაულმა და რამდენ თქვენგანს გონია რომ ერთწლიანი მცენარეა და ზოგიერთებს ალბათ 1 წელიც ვერ გიძლებთ. რამდენი ხართ ასეთები? ეს იმიტომ რომ ჩვენი ულამაზესი შობის ვარსკვლავი ცოტა არ ყავს პრეტენზიულია. მოდით მე თქვენ ახლა მოგიყვებით, რა მოსწონს ამ სილამაზეს და თქვენ გადაწყვიტეთ, შეძლებთ თუ არა მისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას, შესაფერისი პირობების შექმნას. დავიწყოთ შერჩევით. მივედით ყვავილებს მაღაზიაში, გვინდა შეძენა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. აუცილებლად, მეგობრებო, აუცილებლად დახედეთ აი ამ ადგილს. ეს არის ყვავილი. არ გეგონოთ რომ ყვავილი არის ეს სიწითლე. ეს არის წინა საყვავილე ფოთლები. ყვავილი არის აი ასე ცოტა უცნაურია გულში. ახლა ჩემ შემთხვევაში კოკრებით არის. თუ აი აქ ყვავილი უკვე გადაშლილია და მწვრიანები აქვს, კიდევ არაფერი, მაგრამ თუ ეს მწვრიანები უკვე ყავისფერში არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე დაიყვავილებს ეს სილამაზე და დაუდგება მოსვენების პერიოდი. ანუ დაცვივდება ფოთლები. არ გვინდა ასეთი მცენარე, ცოტა კოკრებით შევარჩიოთ. კიდევ რას ვაქცევთ ყურადღებას? აუცილებლად, აი ეს ღერო გაატოკეთ. თუ ტოკავს ძალიან გადადის, გადმოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების დროს ფესვებიდან არის მომწყდარი შობის ვარსკვლავი და უარს ვამბობთ ასეთი მცენარის შეძენაზეც, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ხოლმე შემდეგ გამოკეთება. უნდა იყოს მყარად, აი ესე, მყარად უნდა იდგას. შევიძინეთ, მოვაბრძანეთ სახლში, რა ვუყოთ, სად წავიყვანოთ. აუცილებლად უნდა დადგათ ისეთ ადგილას, სადაც კარგი განათებაა. ოღონდ არა პირდაპირი მზისხივები, ვერ იტანს პირდაპირ მზისხივებს. არ უნდა შევიტანოთ ისეთ ოთახში, სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურა უყვარს შობის ვარსკვლავს, +18-დან +22 გრადუსამდე სითბო. თუ არა და მაღალ ტემპერატურაზე, ან სიტყვაზე გათბობის ზემოთ რომ შემოდგათ, აუცილებლად ფოთლები დასცვივდება. ყველაზე დიდი საშიშროება არის ფოთლების დაცვენა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ორ პირიქარი არ უყვარს. არ დადგათ ფანჯრის რაფაზე, სადაც ფანჯარა იხსნება, იმიტომ რომ ზამთარში ერთი ფანჯრის გახსნა და სიცივის დარტყმა საკმარისი იქნება, რომ დასცვივდეს ფოთლები. არავინ არ ურჩევს შეძენისთანავე გადარგვას, რადგანაც მოყვავილია ეს ყვავილი შეძენისას, მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ ოდნავ გაუზარდოთ ქოთანი და გადაიტანოთ ოდნავ მოზრდილ ქოთანში. იმიტომ რომ ძირითადად ტორფში გამოყვანილია ეს მცენარე და ტორფი უშრება ძალიან მალე. შობის ვარსკვლავს კი ხშირი მორწყვა არ უყვარს. ვრწყავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც აი თითს ჩავუყობთ, გავიგებთ თუ ზემოდან ნესტიანი არის, არ მოვწყავთ. თუ ზემოდან ძალიან გამოუშრა, ესე იგი ქვემოდაც ნელ-ნელა სიმშრალე მიდის ხო? უშრება ნიადაგი, მაგ შემთხვევაში ვრწყავთ ძალიან იშვიათად. თუ სწორედ მოულით, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. ეს თვეები უნდა იყვავილოს შობის ვარსკვლავმა. ამ პერიოდში არ უნდა დასცვივდეს ფოთლები. მაგრამ მარტის თვეში ბუნებრივად უდგება მოსვენების პერიოდი. მარტის თვეში თუ ცვივა ფოთლები, ეს უკვე საშიში არ არის, ეს ნორმალური მდგომარეობაა და შემდეგ ესაჭიროება ამ სილამაზეს გადაჭრა, რომ სიმაღლეში ძალიან არ წაგვივიდეს. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მეგობრებსაც გაუზიარეთ, გამოიწერეთ ლელას ყვავილები, მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი ყვავილის მოყვარული შემოვიკრიბო ჩემს გვერდზე. მადლობა ყურადღებისთვის.